გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ ჟურნალისტ სიამაყოველს დღეს ქართული ოცნების რეჟიმის ჭრის მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სიამაყოველი დამატებულია დღეს ყველა იმ ჟურნალისტური გამოცემის გამო, რომელიც წლების განმავლობაში უკეთებია ნეტგაზეთსა და ბათუმელებს, რომლებსაც უმხელიათ საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებები, კორუფცია, ნეპოტიზმი, ძალადობა და ასე შემდეგ. დღეს ხელისუფლებამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიამაყოველს გაუწორდეს კორუმპირებული პოლიციელის ირაკლი დგებუაძის ხელით და ამაში ჩართულია მთელი სისტემა, მათ შორის სასამართლო, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს დღეს ქართული ოცნება თავისუფლება სიამაყოველს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკას. Solidarობას უცხადებს სიამაყოველს, მე თავად ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი და ძალიან კარგად მესმის დასნიშნავს ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა, ჩარევა, ცენზურა და ეხლა საერთოდ დაკავებები დაიწყეს პირდაპირ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მე წამოვიღე ის წიგნი, რომელიც სიამაყოველს ეჭირა ხელში და ნამდვილად არ მეგონა თუ ახლა მომიწევდა ტირანიაზე და დიქტატურაზე წიგნების წაკითხვა. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის ყველა პატიმარი და ასევე სიამაყოველი და სადაც არ უნდა ვიყოთ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყოთ, აუცილებლად ყოველთვის გავაპროტესტებ. მე ახლა ძალიან ვფიქრობ, რომ თბილისში არ ვარ, ვერ ვუერთდები იმ აქციებს, თუმცა აქ არც ერთი აქცია არ გამომიწოვებია და რამდენი ხანი საჭირო გახდება, ყოველთვის ხმამაღლა გავაპროტესტებ იმ უსამართლობას, რაც ახლა საქართველოში ხდება. მე ვარ სალომე პაჭკორია ნიუ-იორკიდან. დღეს შევიკრიბეთ Times Square-ზე იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერა გამოვუცხადოთ სიამაყოველს, რომელიც უკანონოდ დააბადებდა ქართული ოცნების რეჟიმმა. სიამაყოველი არის კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიი, რომელიც არ უნდა იყოს ციხეში და ის აუცილებლად სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. ვითხოვთ მის და ყველა პოლიტიკური პარტიის სასწრაფო გათავისუფლება. სიამაყოველი არ არის პატიმარი, მზია არის ტყვე, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჯერა თუ არა რომ ის რეჟიმი გამოიძიებს სიამაყოველის მიმართ დგებუაძის შეურაცხყოფის ფაქტს, ეს არის ცოტა დაუჯერებელი, იმიტომ რომ რეჟიმი, რომელმაც მზია და ატყვევა არ გამოიძიებს, არასდროს არ იქნება ამ რეჟიმის ხელში სიმართლე ნათქვამი. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სიამაყოველი, დაუბრუნდეს სამუშაო პირობებს და უნდა უზრუნველყოს მისი თავისუფლებაში ყოფნა თავისუფალი მედიის მუშაობის გაგრძელებისთვის. ბათუმელები და ნეტგაზეთი არის საქართველოში ერთ-ერთი თავისუფალი მედია, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც იმყოფება საქართველოს ციხეებში. დღეს აქ გავართ სიამაყოველის მხარდასაჭერად, რომელიც ციხეში ჩასვა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, მას არავინ არ აღიარებს, საქართველოს ხელისუფლებას არავინ არ აღიარებს, რუსეთის ლუკაშენკოს ირანის დიმოკრატიის თანა და ჩვენ ვიცით სად არის ეს ძალიან მძიმედ ჩანს ეს რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია და ჟურნალისტთან ვინც ახლაზის სახში, ვინც არაფერს არ აპროტესტებს, ვინცაც პრობლემა არ აქვს სიამაყოველის ციხეში გამოკეთებას, როდესაც შეიცვალა. რას ფიქრობ, როგორ გგონია ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, როცა თქვენ პრობლემა შეგექმნებათ, თქვენი უფლებები დაირღვევა, ვინ დააპროტესტებს ამას, ვინ დაწერს ამას, არავინ არ დარჩება ქვეყანაში, ვინც თქვენს პრობლემებზე ილაპარაკებს. მე მახსოვს ხალხი, როცა მის კანონი შემოიტანეს, ძალიან ბევრი, მათ შორის პატრიოტები ადამიანი შინიკობდა, რომ ეს იყო მხოლოდ ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა, რომ მათ გრანტები შეუძლებოდა. ეს არ იყო მეგობრებო ასე, ეს ახლა ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის ნიანგის დადებული ხახა, რომელიც ყველას ერთად გადაყოლავს. მზია არის ადამიანი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში მოახერხა
ეწევა და ნეტგაზეთსა და ბათუმელებს დიახ, სწორედ მისი კომპანიებით შეუნარჩუნა პროფესიული ღირსება და დარჩა გამოცემებად, რომელიც არასდროს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდა და არც მომავალში არასდროს არ იქნება ასე. ნუ გააკეთებენ მზია ამაღლებელისგან გმირს, ეს იქნება მინიშნება ქართული ოცნებისთვის, მათ არაფერში არ ჭირდებათ ეს გმირი, მასავე საწინააღმდეგოდ იმუშავებს ეს ტაქტიკა და ჩვენც არ გვჭირდება ჩვენი კოლეგისგან შეწირული გმირი და მსხვერპლი, რომელიც ციხეში ამოუყვება. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მეგობარი იყოს გარეთ, ჩვენთან ერთად გვეგულებოდეს იმ ოფისში, სადაც 20 წელი თავჩახრილი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და დაუბრუნდეს თავის ყოველდღიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. ეს არის ჩვენი მოგონება. დღეს ვაპროტესტებთ ქალოთ სიამაყობელის პატიმრობას, რომელიც უკანონოდ არის დღეს ციხეში და არ უნდა იყოს. ასევე არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტპატიმარი, რომელიც თავისუფლებას ეწირება ფაქტობრივად. ეს საკერპულების და ოპოზიციის დიქტატურის ციხეში და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით, დავდგებით ერთად, რომ გავაკეთოთ ეს და მოუწოდოთ ჩვენი თავისუფლება. 2 წელია, რაც ემიგრაციის ხვედრს ვიზიარებ და შორიდან ვაბრუნდები შეუსახლის მოვლენებს. ალბათ გაუსაძლისი რო არ გამხდარიყო ჩემი ყოფა აქეთ არ წამოვიდოდი, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ჩემ ქვეყანას უჭირდა მის გვერდის ვიდექი. 99 წლიდან დაწყებული. ვიბრძოდი იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფლება ყოფილიყო და სიტყვას ძალა ქონოდა. ადამიანებს ეს უნდათ თავისუფალი ცხოვრების და არ ყოფილიყო ტერორიც, ლეხი, ხელისუფლება მოდის და არაფერი არ იცვლება ძალადობის გარდა. სამწუხარო და საუბედუროდ ამათ ძალიან არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო და გაუვიდათ თავს. იმიტომ რომ 12 წელი ალბათ კომფორტში ცხოვრეს და კიდევ უნდათ რომ გააგრძელოს. რუსული კანონი ჩემთვის არის დამღუპველი და რადგან, იმიტომ რომ მე ვიბრძოდი იმისთვის მთელი ცხოვრება, რომ ჩემ ქვეყანაში ცივილიზაცია გვეზიარებინა და ცივილიზირებული ნაბიჯები გადაგვედგა. მე ვთვლი, რომ არავინ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე მდგარიყო, გარდა მზიასნაირმა სულისკვეთების ადამიანებმა, რომელიც ამას შეეწირა, თავისუფლების ხმას შეეწირა და კიდევ ბევრი შეეწირება ასე სამომავლოდ, თუ ერი არ გაერთიანდა. კიდევ ერთხელ. ზია არის უკანონო პატიმარი, ეს არის რუსეთის მსხვერპლი, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება გასულია პირდაპირ რუსული მოტივაციის ქვეშ. ის ახორციელებს რუსულ წნეხს, სადაც ჩაბუდებულია ჯერ კიდევ სოციალიზმი და იმის მართლობიდან ვერ განთავისუფლებულია. ის ჯერ კიდევ პროსაბჭოთა სივრცეა. ეს სულს გაამეფონ ქვეყანაში. Თავისუფლება მზიას!